პარაშა არის პარაშათ ვაიეცე. ვაიეცე იაყაკობ მიბერშაბა, ვაიელე ხარანა. გადის იაყაკობ ბერშებაყიდან და მიდის იაყაკობი ხარანისკენ. ეს არის როცა მოუნიჭა იცხაკმა დალოცვა კურთხება გაუკეთა იაყაკობს, დაუძახა მას მოუხმო, ყესავს მოუხმო. დედამ კი ყესავისთანაც რომ იაყაკობი შეუშვა, იაყაკობმა ეს კურთხებები ჩაიბარა, დატვირთული კურთხებებით ყველაფრით გამოდის იაყაკობი და მერე კი დედას ესმის რიბკას რომ გედემტერა ყესავით ძმა, გედემტერა იაყაკობს სასიკვდილოდ, რადგანაც რომ ძმამ წამართვა კურთხებები ჩემი ღირსება წამართვაო და ამისათვის დედა ეუნება ასეთ სიტყვებით რომ შვილო, მინდა რომ მოშორდე ამ ადგილს, იმისათვის რომ გადაგარჩინო შენ. მამამაც დაუძახა და ეუნება, შვილო, ქენაყანის ქალიშვილები შენთვის მეუღლე ცოლად ვერ გამოგადგება ვერცეთი, ამისათვის გირჩე, წახვალ შენ იმართ ოჯახს და ბიძის შენისაც ლაბანის ოჯახში მიხვალო, რომელიც არის ხარანში და იქი ლაბანის ქალიშვილებისაგან ცოლს შეირთო შენ. და გადის იაყაკობი და ეს არის დღევანდელი პარაშა, პარაშათ ვაიეცე იაყაკობ. გავიდა იაყაკობი ბერშებაყისაგან და მიდის იაყაკობი ხარანისკენ. ყველაფრის სათავეში მოკლედ ვიტყვი ამას. ძალიან საინტერესო არის, რასაც ახლა გეტყვით, ხოლო დაუკვირდეთ რომ იაყაკობის მთელი ცხოვრება, იაყაკობის მეობა, არსებობა, სახელი, თავგადასავალი, თავის ისტორია, სულ ყველაფერი რაღაცნაირად უკავშირდება ამ ციფრს, რომელიც არის 7 ნომერი. საინტერესოა. აგერ ვხედავთ რომ იაყაკობი გემატრიაში ვიცით 182, რომელიც 7-ჯერ გამჩენის სახელი, რომელიც რომ გამჩენის სახელი იუდ-კეი ვავ-კეი შედგება 26, 7-ჯერ 26, 182. ესე იგი, იაყაკობის სახელში ჩვენ უკვე გულისხმობთ 7-ჯერ გამჩენის სახელს. ეს ერთი. მეორეთი ვხედავთ, რომ იაყაკობის გადაცვალებაც ბოლოში არის დაკავშირებული ამ ციფრზე, 7-ზე, 147, რომელიც რომ ნაწილდება 7-იანებზე. საინტერესოა. გამოდის იაყაკობი სიდან შორდება მშობლებს ქალაქ ბერშევაიდან. კიდევ ბერშევა. ესე იგი, ჭა 7-იანი. მოდი ასე ვთქვა, 7 ნომერი კიდე ბრუნდება. რამდენი წლის არის იაყაკობი როტევს ბერშევას? 77 წლის. 7, კიდევ ორჯერ 7-იანი. კარგია? 14 წელიწადი აქამდე სწავლობდა თორას შევაყებელის იეშივაში. 63 წლიდან 77-მდე თორას ჭირნახულობს, სწავლობს 14 წელიწადი დატვირთული თორით, ასე მიდის გზაზე. ამ გზაზე, სადაც რომ უნდა ჩავიდეს ლაბანთან არამიელთან. ესე იგი, 14-იც 7-იანი ციფრები. ჩამოდის ხარანში, სოლი შეირთო. რამდენი წლის იყო მისი მეუღლე რახელი, ან ლეა, მოშეირთო იაყაკობა, 28 წლის, უმრავლესი ასლით. 28, 7-ზე ნაწილდება მაგიც. რამდენი წელიწადი ყავდა რახელი, რომელიც არის ყიკარი, ძირითადი ცოლი იაყაკობის 14 წელიწადი, 2 7-იანი. საინტერესოა. სულ 7-იანებზე გადის. რამდენი წელი იმუშავა, რომ შეერთო ცოლი, რამდენი წელი შეპირდა მის სიმავს რახელისთვის? 7 წელი. ლეასთვის 7 წელი. სულ 7-იანებზე გადის იაყაკობის ცხოვრება. საინტერესო, просто ჩაიდევით თავში, აქ სეკრეტია, რა თქმა უნდა, კაბალაში, მე მარტო იმხელთ პატარათი გავხსენი მარტო, რო იტყვიან პატარა აკრუშკა, რომ აქ ამ ციფრში, ხლა ვხედავთ იცხაკში 8 ნომერი ტრიალობს. გამჩენის სახელი იცხაკის სახელში ზუსტად 8-ჯერ არის. აბრაამში 9, ციფრი 9 და რჩება 14, რომელიც დავით მეფეს ეკუთვნის. არ შევალეხლა ძალიან დიდი ღმა სეკრეტები არის აქ, მოკლედ შესავალი გავაკეთე პარაშას. დაგავიდა იაყაკობი ბერშევაყისაგან და წავიდა ხარანისკენ. იაყაკობი დატვირთული მიდის გზაზე, მქონები ძალიან ბევრი ოქრო, ვერცხლი, სხვადასხვანაირი ბრილიანტის ქვები, კარგი ქვები, არაფერი არ აკლდა. თუ ელიყეზერი
რომელიც რომ გაუშვა აბრამმა იცხაკის მეუღლის მოსაყვანად და ის დაკვირთულ ქონებით ჩადის ხარანში ყმა სადღაც დარჩა შვილი იცხაკის იაკობი ცადიკი დაკვირთული მიდის გზაზე მაგრამ გზაში კი ხვდება მას ესავის ვაჟი ელიფაზი და მას კი მამიდან დავალება მოხკლა ბიძად შემოვდა იაკობის მოკლა ისურვა ბოლოს მე არ შევალეხლა თელ გზელ დიბრეთორებში მაგრამ დაჯერდა მე შენ ტიტულად დაგტებ ქონებიდან გაატიტულა იაკობი ყველაფერნაირად რაც გაჩნდა იაკობს სულ ყველაფერი წართვა დარჩა იაკობი მარტო ჯოხით ხელში უცვინა კავოდ ასაცმელიც რომ ეცვა ისიც ყველაფერი წართვა სასწაულობა სასწაული იქნა გამჩნდა ძალები რაბები სეფერი არის ბალებრით აბრამ ялკვიდრობერიცაც მოყავს და კიდე ბევრ ადგილებზე აგავნახი და საწერებში ნახული მაქვს და კიდე ბევრ ადგილებზე სასწაული იქნა გამჩნდა იმ ადგილზე მდინარე გამოჩნდა შედის იაკობის წყალში იმალება იფარება სოდილიანმა ცხენოსანმა ცხენზე მშტომელმა ჩამოიარა შადის წყალში ვაი კარგი წყალი ბედიერი მდინარე აქ არ ყოფილა აქამდეო რა არის ესეო სიცხე იყო პაპანაკება ამან კი შევიდა წყალში დაიღუპა გამოდის იაკობი მისთან საცმელს იცვამს მის ცხენზე ჯდება და გადის გზაზე ხლა იაკობი სასწაულებს უყურებს ბევრ რაღაცებს რა თქმა უნდა რომ უკვე ხედავთ ღმერთი ეწევა მამა იაკობს იაკობი როცა რომ გზაზე არის გასული ხარანისკენ იქცია პირი მისი ვაი გაბა მაკობაიალენ შამ ქიბა შემეს მაშვინ მიეწურა იაკობი მადგილსა დაისვიბათა იაკობმა მოისვენა რადგანაც რომ ჩავიდა იგინზე როცა რომ ზიარი ჩასული საღამოდროვოდინს ეს ადგილი თორამ არ გაშიფრა რომელი ადგილი იყო მაგრამ ვაივგა ბამაკომ იმ ადგილზე მივიდა სადაც რომ მაკომზე მამები მისი იყვნენ აქამდეო დაიძახა იაკობმა ამ ადგილზე ჩემმა მამებმა გამართენ ლოცვები ბაბუ აბრაამ აქილოცა ამისი შახრიტი დილის ლოცვა იცხაკმა დააწესდა მინხა მეც რატო დავაკლებდა საღამო ლოცვას მე დავაწესებ დღეიდანაო მიიღო მის თავზე ყოველ საღამოთი დამატებული ლოცვის ლოცვა მე ღმერთმა მაღისო შვილმა მავალს დავაწესებ შახრიტი მინხა ყარბითი რო არ გამოტო ჩემა შვილებმაო ზე ჩადის აიღო იაკობმა იმ სკვებისაგან რომელიც იპოვნა იმ ადგილზე და დაიდვა თავქვეშ წამოწვა იმ ადგილზე იმავე ღამესა და დაინახა იაკობმა სიძმარი რას ხედავს დაგერ კიბე სულამ მუსავარცა კიბე არის დამდგარი დედამიწაზე და მაგრამ თავი მისი წვერი მისი ბოლობის კი ეწურება მაღლაურუცეს ხედავს სიძმარში დაგერ ანგელოზები ღმერთისან ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ იმ კიბეზე დავო დაგერ უფალი დადგა მას თავზე და იაკობს დაინგრეთ ახ მოახსენებს მას მე ვარ უფალი ღმერთი აბრამისა მამის შენისა და ღმერთი იცხაკისა ქვეყანა მიწა ეს კუთხესიცე სადაც რომ შენ წევხარ შენთვის მომიწია და შეშამამავლისთვის შვილო ხპირდები იაკობ იქნება თესლი შენი გამრავლებული მტვერისებრი რომელიც რომ არის სოფლიოში და ფანტული დახრილი მიწა შენი შვილმა მავალიც
სოფლიოს მედებიან დრო დადგება. გაიშლებით აღმოსავლეთ დასავლეთი, ჩრდილოეთის სამხრეთი, დათქვერი დაილოცება მთელი სანათესთაო, რომელიც არსებობს დედამიწაზე და შენი შამამავლობით. შენთან ვიქნები, თუ შეშინდები, შეგინახავ მე შენ. დაგაბრუნებ შენი მართ მამულსა შენსა, მიწას ამასა. არ მიგატოვებ მე შენ, სანამდეც რომ შეგისრულებ, რაც რომ ვისაუბრე შენთან და შემოგვპირდი მე. მე მინდა რომ მე თუ დრო გვექნება, რა თქმა უნდა, მინდა რომ ცოტა გავაფართოვოთ და გადავიდეთ იაკაკოვის ჩასვლაში ხარანში ამბავზე თუ გვექნა დრო. მაგრამ ხრა მწუთას ძალიან მაინტერესებს იაკაკოვის სიძმარი. რა ნახა იაკაკობა? ხლა, წავიკითხეთ, დაინახა იაკაკობა კიბე, დამდგარი დაბლა, ეწურება მაღლა სასკი, ანგელოზები ადიან, ჩამოდიან, უფალი დგება იაკაკოვზე, პირობებს ხებულობს, დაილოცა კიდე, აი კიდე კურთხება იაკაკოვს. მაგრამ აქ რა თქმა უნდა, ეს სიძმარი არის წინასწარმეტყველობა. პირველი და აქედან დავიწყებდი. იაკაკობა ვინ უმრად დაინახა იაკაკოვმა სედერა ყოლამოთ სამყაროების წყობა ერთმანეთზე დავო ეტაპებით მოდის სედერი არის წყობა დალაგებულად დაბლაური ცხოვრება რომელიც არის კაცობრიული ცხოვრება ეს დედამიწა სოფლიო ეს სამყარო ამას უძახით აყოლა შაფელ დაბლაური მატერიალური ცხოვრება ამის ზემოთ არსებობს კიდე არსებობს მაღლა თლიანი კოსმოსი სადაც რომ ვარსკვლავები ზედამთვარე და მრავალი ვარსკვლავები რომელიც თვლით ვერ დაითვლება ზედამთვარეები უმრავლესი რომელსაც კაცობრიობის აზრი ამ გალაქსიებს კიდე ვერ ითვლის და ვერ დაითვლის ამას უძახით ჩვენ ყოლამა გალგალიმ ბორბლების ქვეყანა სადაც რომ ბორბლები ვიტრიალობს ყველაფერი და რატო ბორბლები და მას გააჩნია თავის კანონის საკონი დაცული არის როგორც ბორბალი თავის ღერძ ადგილზე წერტილზე ტრიალობდეს ეგრეთ ტრიალობს ყველაფერი ტოლე ერეც ალბენიმა თელი სამყარო აგებულია საათივით მექანიკა რომელიც რომ ატრიალებს ამ თელ ბორბლებს და არ ვთქვა რომ ამას ყოლამა გალგალი ესე იგი ბორბლების სამყაროები მაგრამ ამის ზემოთ არსებობს რომელიც რომ არის ადგილი რომელსაც ქვია ანგელოზების სამყარო ეს არის უკვე მესამე ეტაპი ამათ მაღლა და მაღლა არსებობს ყველაზე მაღალთა მაღალი სადაც რომ მზადდება მელეხ მალხეა მელახი გამჩენი უფალი ღმერთი მისი ტახტი კისია კაბოდი იქ მზადდება გამჩენიო დაინახა იაკაკოვმა სიძმარში რაც რომ გონდა ნახული მარტო რაოდენობას კაცობრიობიდან რაც კაცობრიობა არსებობს და იარსებებს მასში ახამდე რაც რომ ანახა გამჩენმა ადამ არიშონსა რაც რომ ანახა კადოშ ბარუხუმ აბრამა ვინუსა და იცხაკსა ყაკედის დროსა რაც რომ დაინახა მოშემ მაკლის ხეში როცა გამჩენი გემეცხადა მოშეს 7 დღე დაჭირდა ეს ამბავი ენახა იაკაკოვს სიძმარი დაჭირდა თლიანი ღამე ეს თელი ჩამოსკმა დაბლაური ქვეყანა სამყარო ზეით კიდე ყველამაგან გალიმ ბორბლების თქვა თელი კოსმოსი ყველაფერი უჩვენა გამჩება და მაღლა ანგელოზების სამყარო და ბოლომდე ქავიახოლ გამჩენის ადგილი ქისია გამოდი მოშემ 7 დღე იაკაკოვა სიძმარი აბრამა და იცხაკმა ყაკედა ადამ არიშონმა პირველმა კაცმა როცა ზდილამდა გამჩენი მაშინ აჩვენა გამჩენას ყველაფერი ხლა ადამიანები დღესე ცოტა ფრინავს
დაბლაური დედამიწა არა გვაქვს გამოჩხრეკილი წესიერად და ვეძებთ მაღლაურ სამყაროს. რა გუშინ წინ იყო ჩინეთმა გაუშვა ხო სპუტნიკი ჩინეთმა ფარეზზე ავალ თო ჩვენეცაო ისრაელმაც გაუშვა ბავშვებმა სკოლის ბავშვებმა გაუშვა ისრაელიდან საშუალო სკოლის ბავშვებმა გამოიგონენ და სიგორე წინახევრის წინეთ ვარცდები ბერეში დაარქენ ამას ბერეში დაჯდა ფარეზზე ხოლო ვერ დაჯდა წესიერად და ეს ნუ ინტერნეტში ნახავთ ამ ისტორიას ადამიანები წესიერად ვირუსიანი კორონა და ამის პასუხი ვერ ნახენ ჯერ 100%-იანად დაბლა დედამიწაზე ვერ ეტევიან და მაღლაურ სამყაროებს ეძებენ და მაღლაურებთან რა ხდება მაღლა როგორი მიწარი როგორ დამუშავდება ყველა მაღლაურებში არის გაუგვილით მაგრამ ჯერ დედამიწა რო გამოჩხრიკო ვინ იცის დედამიწის სეკრეტი რამდენი თევზი არსებობს სოფლიოში ეს არ არის გამოჩხრიკილი თქვენთან ჯიშებით ვინ გაიგებს ჯერეთი გემარაშია მოყოლილი როცა გაოხრდა ბაითი ნებუხადნეცარის დროში არა მარტო ბაითი გაოხრდა 700-ნაირი გემარამ დაადგინა 700-ნაირი ფრინველი რომელიც ახლოს იყო იერუსალიმში ფრინავდნენ სულ გაქრა წავიდნენ დიასპორაში და 800-ნაირმა თევზმა დატოვა ჩვენი ზღვა თუ ისრაელი ეს ციცმიდე გავიდა იმას გაყვათელი ბარაკა ამიტომაც იყო გამხმარი დედამიწა ყველაფერი აკანა იგებ ზეგი ჩვენ რო ვეძებთ ხრიკავთ ჯერ დედამიწა წესიერად მაღლაურებთან რა მიგიყვანა დაბლაურება გამოგჩხრეკია იაკობმა სიზმარში თელის სეკრეტი რა არსებობს დედამიწაზე რომელი ადამიანი დიდი ლიდერი წამყვანი რომელ თაობაში დაიბადება სოფლიოს სეკრეტი მასში ახამდე სულყველაფერი ჩაიბარა გამჩენიდა სად რომელ ადგილზე რა ხდება სოფლიოში რა მოხდება ისტორია სულყველაფერი ჩაიბარა გამჩენიდა არა მარტო დაბლაური დედამიწის ჩაიბარა იაკობმა მაღლაური გალგალინების სეკრეტიო სულყველაფერი გამჩენდა წოდით ჩაუტო გამჩენდა კადოშმარო გამჩენით თუ ჩაგვიდებს თავში დოქტორებული ყველაფერი არა მარტო ესე ანგელოზების სამყაროში რა ხდება ესეც აშუქა გამჩენდა არა მარტო ესე სულ მაღლა და მაღლა რა ხდება ესეც არ გამჩენდა დაინახა იაკობმა კიბე იყო დამდგარი დაბლა დედამიწაზე ბერშევაში ქალაქ ბერშევაში საფეხური დგა თავი მისი მიეწყურა მაღლაურ ცეს წამოწოლილად არის ეს კიბე წამოწოლილი კიბე დაბლა ფეხი აქეთ თავი კი იქი წამოწოლილი და შუაში არის იაკობი ამ კიბის შუა დაბლა წამოწოლილი არის იაკობი და უყურებს სამამბავს გამჩენო გემეცხადა იაკობ ეკითხება იაკობი უფალო ღმერთო ყოლმისაო გავიგე რომ ეს ადგილი წმინდა ადგილია სადაც რომ ადამა შენ პირველად მოგართვა მის ბიასზე ყორბანი სადაც რომ ნოახმა მოგართვა ამის ბიასზე ყორბანი სადაც რომ იცხაკი ბაბუამ აბრამმა ამას შემი აიყვანა და ყორბნად მოგართვა წმინდა ადგილია თუ ასე აღმერთო რატომ არის რომ კიბის ფეხი არ არის დამდგარი აქანაო რატო არის კიბის ფეხი ბერშევაში თუ ეს ადგილი წმინდა დაბლაური მაღლაურს უკავშირდება პირდაპირ რატო არის დაბლა აკიბე რატომ ხედავ ამ თეს სანახაულობას იმიტომ დაბლაური იერუსალიმი დაკავშირებულია მაღლაურ იერუსალიმზე ერ შეხუბერალა იახდა დასერა დავით მეფე იერუსალიმია შელებული დაბლა დაკავშირებული არის იმ ქალაქთან რომელიც უკავშირდება მაღლიდან ზეითური იერუსალიმი დაბლაური იერუსალიმის მოპირდაპირედ კედუშა სიწმინდე დაბლიდან ამოსული მაღლიდან უბრუნდება დაბლაურს იაკობი მძიმეში გიყავს უასე არის ღმერთო კიბის ფეხი რატო აბერშევაში რატო არის წამოწოლილი ეს კიბე ყოფილიყო პირდაპირ ფეხი დაბლა და თავის ზემოთ მოპირდაპირედ ანგელოზებს შეუძლიათ ასე ასვლა შეუძლიათ ისე ასვლა მათ არ ჭირდება ხო არ პრილამდრე ადიოდნენ ხოსია
პრობლემაა რაც ანგეროზის დაგა ამკიდეს გამჩენი რასეუნება იაღაგო შვილო დაუკვირდი რასაც გეტყვიო უჩაბერი ხუს აკადოშ ბარხუს ის არ ეცებს ჩვენ რომ ისთვის თახლები ავაშენოთ სადაც რომ ქავიახო ჩამოვიდეს ის კედუშა და დაისადნუროს იქ გამჩენი ხობილობს თქვენ უნდა გახდეთ ადამიანებო ჩემ ტაძარად თქვენ უნდა გახდეთ სიწმინდის ამწეკველებად მიმღებ ხალხად მე მინდა ხარ თქვენ არ მაინტერესებს შეშა არ მაინტერესებს ქვები არ მაინტერესებს ოქრო ვერცხლი თქვენ თვითონ ადამიანები გემზადეთ მეწყეთ იმისთვის რომ გახდეთ ჩემთვის როგორც მიშკანი სასახლე სადაც რომ ჩემი კედუშა ჩემი სიწმინდე ხეზე დაჭდება წმინდა ადგილი ეს ადგილი შვილო მაგრამ ამაზე მეტი წმინდა დღეის დღეით სად არისო სადაც მამა შენი ცხადი ცხოვრობსო სად არის მამა შენი ბერშევაში ბაბუა შენი აბრამი საცხოვრობდა ბერშევაში აი მაგ ადგილში კედუშამ დაისადგურაო რაღა ეხლა შენ უკვე აქ ახარ შენ ეხლა ამ ადგილს დაახასებ დღეიდან გასტორდება ამ კივის ფეხი დაუგვირდი აქამდე თუ წამოწოლილი იყო ბერშევასკენაო შენით და შენ სახურით დახასებით ამ სიწმინდით რასაც შენ და ამ ადგილზე დააფუძვე ამით იქნება რომ გასტორდება სულ იქნება სხვანაირად დამდგომი აი ამხერად ზანა არის ადამიანებში ჩვენ ესე გაკიდა რა ვისწავლეთ გამჩენი სივრცეს არ ეძებს საჩამოვიდეს მის სიხასზე გამჩენი ადამიანებს ეძებს რომ ადამიანმა გამზადოს განწყოს მისი შიგნიტური მისი გული მისი აზრი გამჩენისთვის და ის როცა ცოცხალ ნახავს ამნაირ ისადგუროს გამჩენი გენინდებ ხარ ადამიანებო მიგდაშ ჰაშემ ეშაგიამ დაწერა ეს სიტყვები მიგდაშ ჰაშემ ემა თქვენ ახართ იცოდე ღმერთის ტაძარი თქვენ ახართ უფლის შეხინის მიმღები ხალხი აქ ამასთან დაკავშირებით მოდი ერთი თეილინის ფსალმუნი მინდა ავსნა აგარია ამას ვკითხულობ ყოველდღე ჩვენი მინხას რო ვცვირო ამას ვკითხულობ და მე არ ვიცი რამდენმა იცის საწერია ცოტა გავიგოთ კარგი და ამას ცოტა გავშვირდება ამას დავით მეფე 84,000-ზე ლამნაციან ხალაგითით ლიბნე კორახ მისმო ამის დასაწყის მაინც გავაფირუშებ და ამასთან დაკავშირებით ასწავლე ლამნაციან ხალაგითით ლიბნე კორახ მისმო ჩვენი მანგინით ლამენაცია დერიჟორ სუწერავს ამას დავითი დერიჟორო ეს სიმღერა იმღერება ჭურჭელზე რომელიც არის ბიჭითი გაც ჭურჭელი ქონდათ საკრავი ჭურჭელი თქვენ ამ სიმღერას გამჩესნიათ ამ ჭურჭელზე და ეს არის შედგენილი ძირითადად დაფუძნებული კორახის შვილებიდან დაწერილი სიმღერა დავითმა კი დაუმატა თავისი როგორც ათმაგაცმა შექმნა თეილინი ცნობილია გებარა საქმში არის 119%-ზე ასარაკატუსევერ თეილინ ხოლო დავითმა დაუმატა თავის შიგნით ყოველთვის ამიტომ ესეც ასეა მაიედიდოთ მიშკენოთ ეხა ადონაი ცებაოთ რა კარგი არის სიყვარულობა შენი რო გამოგვიჩინე ჩვენ უფალო მიშკანებით შენით სადაც რომ დაისადგმურა შენმა შეხინა ისრაელში დავო და შენ მძანდები
უფალი ცებაოთი მაღლაურის პების გამჩენი ღმერთი მენაელი წამყვანიდან სოფლიოსი დელი კოსმოსის დაბლაურების გალგალიმების ანგელოზების და თლიანად მაღლაურობის ამ ყველაფრის ადონაი ცებაოთი რამდენი ნიშანი ქონდა ისრაელს რამდენი ნიშანი ქონდა ჩვენ ხუთი უდაბნოში ერთი იყო მოშე მარშენა რამდენი წელიწადი არსებობდა 39 წელიწადი მეორე იყო გილგალში რამდენი წელი იყო 14 მესამე იყო შილოში რამდენი იყო 369 წელი აუგვირდით მერე მოდის ნოვ გიბონ ორივე ერთად 47 წელიწადი რა შეერი მასგან ზებახიმში რამბამი ბილხოდი და ბეხირა რამბამი წერა 300 დასაწყისში ბერეკალებში ზეგი თლიანად როშიაჯამო 479 წელი არსებობდა მიშკანი მერე მოდის პირველი ბაიტი მერე მოდის მეორე ბაიტი 420 წელი ხლა თლიანად წერავს დავიდი თლიანად ბაიტზე ბედამიგდაშზე მიშკანზე რამშვენიერი არის შენი ჩამოსვლა მაღლიდან და დასადგმურება დაბლაურ კაცობრიობაში დავო რამდენად სიყვარულობის ხუნჯულობის გამოცხადება არის ადამიანის მიერო თუმცაო შენ ბრძანდები უფალი ღმერთი რომელიც ყველაფერი შენია ჩვენ ვინა ვარ კაცობრიობა შენ თუ მომსახურები გინდა ატა შენ ცევაოთ მაღლაური ჯარები შენ ხელშია ყველა მაგრამ შენ ნატრობდი კაცობრიობაში შენთვის სახლი ტაძარი ბაიტი მიშკანი და მიგდაში ხალხით ოსულიყო შენი სამსახური გაჩენილ სისხლი და ხორცი ამბოს შვილები კორახის ამ სიფრად აუგიტკარგად ნიხსეპა ვეგამ ქალეთა ნავში ლეხაცროთ ადონაი დანატრდა მისტრაფებით თუმცა სიკვდილამდე სული ჩემი ნატრობდა როდის აშენდება ბაიტი ბეთამიგდაშიო გამჩენის ეზოებში დავდგე და უმღეროთ გამჩენ ჩვენ დროზე დაო რატომ მიშკანებში ვართ ეს დროების სახლია როდის აშენდება ბოლომდე ბაიტი ნამდვილი სასახლე ტაძარი სადაც რომ დავდგებით ეზოში თუმცა ჩვენ არა ვართ ქოენები რომელი ქოენით შედიოდა შიგნით კოდეშ-აკოდაშიმში ხედავდა ყველაფერს მისი თვალით აღარონს ქერუბინს ყველაფერს შიგნით უყურებდა ქოენები ჩვენ მარტო გარეთ შეგვიძლია ეს ზოებში დავდგეთ შიგნით შესვლის უფლება არ აქვს და მაინც ამასაც უნატრობ ჩვენ ესეც მენატრება მეო ხوارი დაშორებით ცოტა მაგრამ დაშორებითაც ჩემთვის მაგრამ მაინც სიახლოვეა გამჩენთანავ რატომ არის რომ ამას ვატრობ მე ითხოვს ყორაღიშვილები იმიტომ ჩემი გული და ჩემი ხორცი ეს ტანი ფიზიკური ტანი ცოცხლად როგად ღადობდეს წინაშე გამჩენსა ღმერთსა უკვდავსა და ცოცხალსა ხლა რას ამბობენ ესენ და აქ არის წინადადება გაუგებარი გამცი ფორმაცია ბაი უდრორ კენლა დაუგიცებენ ვლავდე ჩიტმაც იპოვნა ოჯახი სახლიმისთვის და გვრიტმა ბუდე შექმნა მისთვის რომელი ბუდეც რომ დასდა თავის შვილებთან ერთად ბარტყებთან ერთად ახლოს სამწირველოსა შენსა უფალო ცებაოთო ღმერთო ჩემო და მეფეო ჩემო ჩვენ იმიტომ ნატრობთ რომ შენ ზოებში დავდგეთ და გვეღირსოს სიმღერა წავმართო ჩემთვის იმიტომ ნეტარზე იმასო ვინც გაიგებს იმ სიწმინდეს რაც რომ არის შენ ოჯახში აიო ცოცხალი მაგალითიო შიტიო გამსიპორ შეილოტეორა სიპორსა არა წმინდანი არა რომელიც იჭრება
არა კორბლად რომ ირთმევა. არა, უბრალოდ შიტებით რო ჩამოფრინდებიანო. ბაითან იერუშალაიმის ტაძართანაო. თავიანთენით მღერიან. ისინიც გალობენ და თბებიან გამჩენი სიწმინდითაო. ჭყიფინობენ. მაგრამ ღმერთთან ჭუქჭუქობენ. რატომ? ისინიც იცნობენ, ვინ მზადდება ყოლის ბატონი ღმერთი. მერე და ის რომელიც არის ქაშებიო, დრორ, გრიკი, ის კი თავის ბუდებსაც სვამსო, შენ სამწირველოსთან უფალო ღმერთო და ამ სამწირველოსთან რონდება მალიცის რომ ბარტყებს აიყვანებენ, ხვალთუზე დაკლავენ მის ბიახზე სამწირველოზე, მაგრამ თავის სავსად წირავს გამჩენს, თავის ბარტყებსაც წირავს. ესენი თუ ამდენიო, თუ რომელსაც ზნობა არ გააჩნიათ, მარტო მათი ბაგები ჭყიფინობენ, მაგრამ მათი აზრმა არ იცის. ზუსტად ვინ მზადდება ღმერთი? ჩვენ რო ადამიანები ვართო, ჩვენ რო მოგცა ღმერთმა ის გაგება, ვინ მზადები შენ, შენ ახარ მეფეო ჩვენო და ღმერთო ჩვენო. სადღა დარჩა მაშასა და მე, რომ ჩვენ უნდა ვიმიღეროთ, გალობა გავაკეთოთ, ვიჭუქჭუკოთ, დამოვიდეთ და შენ ეს ზოები დავამშვენოთ, ჩვენი დაკვირდა შონგური და ფანუქი. მოგიდა სიტყვებია? იგეთ რა წერია აქანა? დაუკვირდე ხლა კარგად. აგზელებენ ასაბობენ რას? ეს ერთიო, ესე იგი, აქედან ვისწავლეთ, რომ ყველა გაჩენილი თუ ზნობა არ გააჩნია, გამჩენ უნდა უმღეროს. ესაც ზნობა გააჩნია. რამდენ სასწაული გიკეთებს გამჩენი? მადლობა ღმერთს. რაფერ არის ღმერთი აწარმოებს ამ ქვეყანას? ვინ გაიგებს? ვის რაფერ აძლევს გამჩენი? ისი გამდიდრებას უნდა გამჩენს ხშირად. იმის ხელშია ყველაფერი. ეყოლამი არის კიბე. წერას ვარშეტოვის სიტყვებია. რა არის სულამუსავარცა? სულამი არის მამონი. რა იყო სიტყვა სულამი გემატრია? გამოდის მამონი. რეჟბონ 136 126. მამონიც 126-ია. სულამუსავარცა. სულამი დაბლა არის. მაგრამ იმ ხელაც არა გააჩნია მამონსაო, თუ წესიერადი ხმარ, ქონებასაო, შენი თავი მაღლაურებ ტანავა, გამჩენი მსახურები წოდე. იმ ხელას სასწაულებ გააკეთებ, შენი ქონებით, შეიძლება სამყარო შეცვალოს, შენმა კაბე იქება. აუგვირდი. ცხოვრება. აგონდება. სიტყვებში მაგონდება. სასწაული, ერთი სასწაული. ერთი კაცი იყო, ერთი შეშეჭრიდა, ხერხავდა. ტყეში გადიოდა, ნუ ამაზე საქმრობდა. თავის ვირით, ჯოგით, მიდიოდა თავის ეტლით, ნუ ხერხს აჭრიდა, დაჩეხავდა, ამზადებდა, მოაქონდა. ხალხ სახლებში მაშინ ცხოვრებაში ხლა ესეც ევროპაში რო გახვიდე საქართველოში, ხალხ ბუხარია ოჯახში, სადაც ანთებენ ფეთში, ჩაღრიან გიზრეცინ და ცოტა გაათქონ ოჯახი და ამას ყიდა და პარასოდ არის. ეს ზემოთ, თაზე, სულ ზემოთ იყო ადგილები, უყარდა იქ, დაჭდებოდა თავისთვის, მუშაობდა, აწყობდა შეშენს დაალაგებდა, გაიჭამდა რაღაცას, მოისვენებდა, მერე აერზდა რაღაცა და ბრუნდებოდა ოჯახის. ზეიდან უყურებს ყველაფერს. ქალაქ უყურებს, შორიდან ახდება, თუ რამე ხდება ახალი ამბავი ყველაფერს უყირდება, და უყურებს. ორი მთიშუა არის ეს ზემოთ არის დამდგარი. მესამე მთაზე ასე ზეიდან უყურებს, უცდირებს, ორი მთარი ასე დაბლა და ხედავს სასწაულ რაღაცას უყურებს. კაცია გამოსული თავის ხართან, წყემსი, ავს 300-400 წვარი, წყემსაობენ. გაღავს წვარი, ჩამონ რაღაცა იქით, ამ წყემს უნდა დელო ბალახი იპოვონდა. ხედავს რომ ერთი ცხრიდან ერთი მოწყდა ეს ერთი. ცხვარს და ამ ცხრებს და გადის ესეთი და გვერდიდან უკან მარტო დარჩა, რო არ გაუცა გული წყებს ამათ ხალხო მიციფრები, გაიქცა წავიდა სახაცა. ჯო, კვირის ზეიდან კვირის. ცხვარი გეგეცა, ვისაც ამის ხმა შორი არის, კაცო, ეს კი უყურებს ამათ.
ისინი მე რისკიდან ამის ტრაბარა ხმა ყვირილ არაბენ და ასე რომ ეს სხვარი წავიდა და რაღაცა ხედავს რომ გაიმჯობ, აი საათი 2 საათი სხვარი არ ბრუნდება. გაუგვირდა. ავიდა 2-3 დღე. და იგივე სიტუაცია ბრუნდება კიდე მეორეჯერ. ამჯარი არის თაზე, კიდე რეგიონის წემსი. სხვაებთან ერთად გამოდის 300, 250, 300 სხვარი თავი ასე და დელოზე გაღავს ესენი, ჭამენ ბალახი რაღაც აგიდი და ბოლოს სხვარმა ერთმა გამოვიდა სხრებიდან, ოწყდა ყველას, ელბანაკ გამოდის და ჩუმად და გაიბარა თავი და რაღაც საათი 2 საათი ხლამან დაუწყო, უყურებს რა ხდება, საწავიდა ეს სხვარი. ეკარგა ამ ცვლის გზა და რაღაცა შევიდა ეს სხვა რაღაცა და მესამეჯერ როცა მოხდა და იგივე ამბავი რომ გადასვა. მე ვნახო საერთოდ მიდის ეს სხვა. გაგიგეთ. ჩამოვიდა. როცა დაინახა ეს წემსი, ჩამოდის ზეიდან, სალამი, მოელაპარაკა უბრალოდ, არაფერი არ ეუბნება. და შორიდან დამდგარი და დაინახა ეს სიტუაცია, ბრუნდება. ესე მეოთხეჯერ ერდა იგივე სურათი, პარწინად უდგია. სხვარი გამოდის. გებეყო თელბანაკს, ხრების ამ ჯოგ რაც ამდენ ჯოგიც იყო და გამოდის და მეკი დამან. დაიწყო ამის ნაბიჯების შენახვა. იარება მის უკან მიდის ეს სხვარი, რაღაცა შედის შუა გამოქვაბილებში და შემოდის რაღაცა უსრავლ ადგილზე. შემოვიდა გამოყვა ამას ბოლომდე. დაინტერესებს რა ხდება. შემოდის შიგნით, აი მე რა დაინახა. და შეშინდა. დაინახა დათვი, ვებერტელა დათვი. დამჯარი არის და ძლები უკავია და ყვნიტავს ამ ძლებს და ჭამს დათვი. შეშინდა. ამ საწყარი დაიყვირა, ბაბა. შინია რომ არ დავიდაგოსო დათვია და დათვას რო დაინახა ეს და ადგომა უნდა დათვს და ამან დაინახა რომ ეს დათვი ვერ ძიპა. თურმე ფეხებ მოსხლეტილი დათვია. ელორაგლაი დოფ ფეხები არ უარგა ეხზე ვერ დგა და რო ადგა ამ დათვა და უნდა რომ წავიდა ამ კაცია ჩაიგეცა ფეხებში. აშალა ხელი გაცვა კაცო და თქვა თურქოს ხმერტში. ესე რა ხდება აქანა? ხდება დათვი არის ამანყოფი დათვიო და თურმე გადაუწყვეტია გამჩენ. ამასაც ყოლნა მის თავის საჭმელი რაღაცა. ჩვენ არ ვიცი რაფერ მიმდინარეობს ეს ქვეყანა. გამჩენი უბზანის რაფერ როგორ ჩაუდა ტინში თავში ამ სხვარ და რომ ამას არ მოუკვდეს დიდათვი რაღაცა მიზეზის გამო. მე არ ვიცი. ჩემთვის არის ბნელა. რატო ეს დათვი უნდა დარჩეთ ცოცხალი და ისაწყალი სხვარად უნდა გადაყვეს კაპრად. მე არ ვიცი. ხოლო ეს არის რაც ამან დაინახა ფაქტი. სეიო, აქედან რაღაცა უნდა ვისწავლო მეც. თუ გამჩეცავ ადამიანისთვის უნდაო. დამზადებულია პარასა. საგლებას ვარჩიდება თურმე სახში გაზმის გამჩიტი გიზადდება დათვიო უფეხო დაუზადა ბედნიერათა თვითონ სხვარმა თავის ფეხით მოვიდაო და ჩაბარდა ამასაო. დაბრუნდა ოჯახში ცოლეუნება ხავა აღარ გავდივარ სამუშაოთო. პარასაო შემოსავალიო ოჯახ რა ბერარჩენო გამჩენი დიდი ბრძანდებაო. ანუ გამჩენი დიდი და კაია მაგრამ შედანო ცვილო ეს როგორ უნდა გავაკეთო ასე რა ფერი დანასწორთო. შვილები, ბავშვები, ოჯახი ამხელა გასაბარი, ხოიცი, წყობა ოჯახური. გამჩენი დიდი ბრძანდებაო. ვინც რომ დათვისთვის, უფეხო დათვისთვის გამზადა და მოუტანა მის საჭმელი ადგილზეო, ჩვენც გამოგვიგზავნით გამჩენი ოჯახი. გამწყნარდიო, მას არ ერთი კვირა მომეციო. მეგეცაც იგებდა. ერთი დღე გავიდა ზუსტად. რა მოხდა? დილაზე ვიღაცა, ორაკულებს კარებზე. ოდიშიო გარეთაო ეტლი რო არისო და ვირი რო არის იმბულიო თქვენი არისო კიო მოგაქირაებო ამდენ აიღებო კი რო მოგაქირა მოვრინდა რა პრობლემაო ამა რამდენი უთხრა რასაც ჩონილობდა დღეში რაც უნდა ეშონა იმ დღეში მოგასულიყო სამუშაო ის დაადვა თავის 50 კაბეიგი ის იგრევა ჩემი 300-იო და მისა ჩააბარა ბედნიერად ამათ წაიყვანენ ორი კაცი იყო წაიყვანენ ეს ვირი ამან ჩაიბარა მაყოთი ანიშენ დრო შენ დააბრუნებ ხვალ ამ დამდროს დააბრუნებ ვიქს საჭმელი არ დაგავიწყდა სტარიგება მიცემ აიცი ასე ვარაბერი რამდენი იმუშავებს მოკლედ წაიყვანეს ვინ ყოფილა ესე ყოფილა ბანდიტები კაცი მოუკლია და უნდა და ამ კაცის დასაფლავება
Sagats gautkhriat. Odessa blaybilad da unakhiat uzarmazari khoნება. Am khonებას გადაწყვიტენ, აღჭირდება ფაიტონიო, ეწლი, რაღაცა კაჩკა, როეს ყველაფერი და დატვირთენ ეს წელია უზარმაზარი ქონება ყველაფერი. დააბენ ამ კაჩკაზე. ამის ზეიდან დააყარენ მიწა რაღაც აგიდიკი, ყველაფერი მოაწყენ. თავისებურად, თავის ჭკუაზე. მიცვალებული დაასაფლავენ, მიხედენ. ქონებათ. ან როარი. აფერ შევიდეთო ქალაქშიო, ვინმე მარაფერი გაიგოსო, ჩვენი ამბავია და საღამოს საუბრობს ამ ზეჩარო, მაშინ შევიდეთო ქალაქში, მანამდე რა გავაკეთო თუ და ისწავლეები შეერი ვარო, დილიდან გასწოლები ვარ თუ და მოდი რაღაცა წადიო შენ კიდე რამე საჭმერიო და მანამდე მე მოულია კავრობასაო და კი ბატონო ვაიერ და უი მეორეს წავიდა ესე იყიდა რაღაც იყიდა აკიდიკი და გულში ფიქრობს ამ ხელა ქონება რატო ჩავარო შემოხანაკსა აუგი რაღაცა ჩავუდებო საწამლავსავში და გავათაებო მოკლა დედამჩება თელი გონებაო და მეორეც ფიქრობს იქანა რო არის ამ ხელა ქონებაო რატო ჩავარო იმასო რო დაბრუნდება რაღაცას მოუწყობო რა იყო ორ მოიყო და ატვა ზეიდან ალახი მახცელეთი ნოხი გააბა რაღაცა და ვითამ ადგილი იყო დასაწყობი და რო დაჭდება მანქანა ჩავარდება შინ მოკლედ ამას მოვიშორება ყველა ჩემი იქნება მოვიდა ამ მოიტანა საჭმელი ყველაფერი რაც იყიდა პური ნუ რაც მოიტანა თავის პროდუქტი ყველაფერი საწამლავიანა შენ ჩაკლილი ყველა გასადებული დაუდო ამას საჭმელი დაიწოთინა საჭმელი დაჭდა იმან თავის ადგილზე სადაც მიუნიჭა თავის სამხანაგმა ჩავარდა ორმოში ამან არიცოდა საწამლავი რო იყო პურში გაიჭმა პური საჭმელი ესეც გათავდა ორივე კდარია ვირი საღამოდ რო მოვიდა ამან ბევრი არის ფირმა დაინახა კაცი არ არის პატრონი ესე გასვენებული ისი მისვალებული ხალული ფეგარი მოგაშოძოჩენა გადაწყვიტა ამ ვირმა რა ის ფირმა იადა შორკონეუ და ხამორებს ვეღარა ვიშაკიებ დაწერა ხარმა იცისო უბრალოთი შორკონეუ იცოს კიდევ ვინარ პატრონი მაგრამ სახედარმა საჭმელ ვინ საჭმელს იმას ცნობს ოჯახზე მოვიდა გარეთ პირის ეს ვირი წოლეულება ხვარი გადიგარი ჩქარანახეო მოვიდა თქვენი ვირიო ავიდა და დაპირთულია ხელა ვებერთელა მეშოკებით შემოიყვანენ გარეთ სახში ეზოში დაინახენ მიჯო ახსენ ყველაფერი ამ ხელა ქონება ცხოვრება მე არ ვიცი გამჩის ანგარიში ეს მოხდარი ამბავი დაწერილია ისტორიულად რომ ასე მოხდა მე ახელი ორი მდარი მიცვალებული ყველაფერი გაუჩნდა გამჩენი როგორ აწარმოებს ამ ქვეყანას იკურთხოს ვერტოშის რაფერ დათვიუ ფეხოთ გააცხო გამჩნდა კაცი მორწმუნეთ რომ ბოლომდე მენდო ისინი სიაცოდილიანები იყვნენ მოხდა რაც მოხდა იმათ მოკლული მაიწყავდათ აი რა ხდება გაუშვა გამჩენა კაფრად გამდიდრა კაცი რომელიც იყო გამჩენის შვილი ჭიშმარიტი 50 კაბიგის მაგივრად დააჭინა გამჩენა 50 მილიარდს რა პრობლემაა ვისვირაც უნდა გამჩენოს ყველაფერი წუჩი ბარაკა სიკეთე წუჩი მოდის მერტო ყველას დააწეროს ყველაფერი სიკეთე ქვეყანა ბორბალი ზოგჯერ ერთი მხარეა მაღლა მეორე მხარეა დაბლა არ დაგვავიწყდეს ადამიანებს გამჩენი გზანდება კი ელოიმ შოფეთ ზეიაშპილვეზე იარი თავიდან ასერა ვერდი გზანდება მოსამართლე ზოგჯერ მომაღლება ზოგჯერ სხვისთვის გამჩენა ყველას ბაცილოს პანედა და ყველა მომაღლოს გამჩენა ამიტომ სვოიდარე სიტყვაზე ადამიანმა რამდენად უნდა გავიგოთ რომ თუ შიტები ღერიან გამჩენდა და იმათ არ გააჩნიათ ის არის მარტო ბაგე პირი რომელიც ჭყიპინობს ღერის ვინი გამღერის სიგანა შენ რო დადგები და შენ რო ცვილობ გამჩენდა შენ რო შენი გულიდან გამოსულ სიტყვები და შენი ცრემლებით ელაპარაკები გამჩენ რა თქმა უნდა რომ ის შენ ამას გასწავლის დავით აი ამიტომ შენ ადამიანო ჭუაისწავლე ჩიტიდან ჭუაისწავლე პირუტყვიდან დაწერა იობმა ვარცხები 25,000 არის მალფენუმი ბემოთ არեց გასწავლის გამჩენი პირუტყვიდან უმეყოფა შამაიახტენო და პრინველიდან კი გაბზენებს უყალი გვავისწავლოთ შევხედოთ კიდე ერთი მაგალითი სიტყვაზე მოდი სიტყვაზე მოდი რაუნდა რა შეიძლება რომ ისწავლო იცი პრინველიდან მაგარაცა ადამიანი რომელიც არის სარყაინი ყაინარაყიანი კამსან არის ზოგიერთი ვალე
გამწვარი ხელი აქვს. კაბეიკ ვერ გაგდებინებ ხელიდან. ელაპარაკება კამსანებ, თორა ელაპარაკება, თორა ეუნება. შენეო კამსანო ადამიანო, თუ შენ ხარო ჩიტების დამჭერიო, მაგალითად ხო არის მებადურეები, რომლებიც ჩიტებს იჭირავდნენ, წაიადინ, კენ? შეცადინ ციპორინ, რო იჭირავენ ჩიტებს და უდებენ მახეს, უგებენ მახეს. რაფერუდათ რო დაიჭირონ ჩიტი, ასაკეთებენ. და უდებენ იქანა ცოტა მარცვალ, ურიკაკალ, ატყვილებენ ამითი, შემოვა შიგნით საწყალი გაიჭამს რაღაცას და ჩაიჭირამ შიგნით. პოზიჭირავენ ჩიტებს. ელაპარაკება შელომო მელეხი, ეუნება ამნაირ ადამიანებს, კამსანებსა, შედუხარო ჩიტების მახის დამგები და დამჭერველიო, თუ ხარ კამსანიო, ნუ დაყრიო შენ პურიკაკალ ტყვილათაო. იცი რატო? ჩიტებიო მაღლიდან სუნამენო, იციანო, ვიყროსამენ. ვინ არის კამსანი, დამწვარი ხელის პატრონი და მის დადებულ პულს არ ეკარებიანო. ზიგი, ჩიტიდან, ჩიტი არ ეკარება კამსან ადამიანის დაყრილ პულს. აქედან გაიგე ვინ არის დოლათი, ვინ არის უბედური. ვინ არის ხელიანი, გამშველი, ბარაქიანი, დოლათიანი კაცი. მის დადებული ეკარებიან. კამსან ადამიანს ჩიტსაცულს, ყნოსას, სუნავს, ზნოს არ ეკარება, არ ეკარება. არ მაჭამო შენი პურიო. ალთილხამ ლეხემ რაყაინ. აი, პური, ამით არის პატრონის, არ შეგერგება იცოდეო. ეს შენობა სიტყვებია. მაშა სადამე პირველი გვასწავლა დავითმა. შიგდიდან ისწავლეთო. როგორ უნდა აქ გამჩნდა. ახლა მეორეს დავით. მეორე მიზეზი შვილებო, რატო არის რომ ჩვენ ასე ვნატრობთ? გამჩენის ეზოებში ჯდომას და მღერასაო. იმიტომ ვინც რომ ამ ყოლამზე ამქვეყნათ, გამჩენ უმღერიც და გამჩენის ეზოებში დაჯდებაო. ის იმ სამყაროში როგაც ცოცხლდებიან მკვდრები, მაშინაც ეგირსება რომ გამჩენს დაჯდა კიდე აქ უნდა დიდონო. აშრე იოშევე ბეთეხა ო იალელუ ხასელა ნეტარზე მჯდომელებსა სახლები შენისას. რატომოდა ისინიო კიდევ გაქებენ უფალო მუდმივათავო. მაგრამ შვილო ამბობს დავიდ მეფემ, დავიდი წერას უკვე ამას, მაგრამ დავიდმა გაიწელა და არ მოყვირდეთო. კარგი არიან გამჩენის ეზოებში რო დაძველდებიან, გამჩენის თორას რო დაიკაებენ, წაიკითხამენ ლოცვილობენო. მაგრამ ვინაჯობა მაგ ხალხიცითო? არის მეორე სორტის ხალხი. მეორე აშრეს წერას კიდე. აშრე ადამ ოზლობახ მესtilot ბილბავა. აქან არისო მეორე სორტის ადამიანიო. ამ მეორე აშრემ, ასე წერავს მიდრაში. ამ მეორე აშრემ აჯობა პირველ აშრესავო. ხო წერია განა? აშრეო შევებეთეხა, ოდიარენ უხასელა. მაგრამ ამ აშრეო შევებეთეხას აჯობაო, აშრე ადამ ოზლობახ. გაწერია მეორე აშრეში. ნეტარზე იმ ადამიანსაო, შენო ღმერთო, ჩაგსანს თვითონ მის გულშიო და მის გულ რო გადააქცევსო, შენთვის სახლათაო. აი, რა სიტყვებია. ოთვისაღანა, იაღაგობა ბილუსე. დაუგრით სიტყვას, კარგია, შენ რო ღმერთის სახლში შეხვიდე, უკეთესია ღმერთის სახლი შენში შემოიტანო. აი, დაუგრით რა სიტყვებია. ხლაგერ, ამის დამაგვარია კიდე ერთი. ესეც დავიდის დაწერებში უნდა იყოს ერთუთი. ესეც დავიდის დაწერებში უნდა იყოს, იქანაც რაბებიდან ვისწავლეთ. რო ერთმა აჯობაო მეორეს წამო. სად არის? 32 თავზე. დავიდი წერავს იგანა? ნე დავიდმა სკილ, დავიდმა თვალები გაგვიხსნა ადამიანებსაო. დაუგრძით კარგათაო, რადიოდა. აშრენე სუი ფეშა, კე სუი ხატა. სიტყვას დაუგრძი. ნედარზე იმასაო, ვისაც რომ ღმერთი ურგულებაზე აპატიებსო და მის სოდობრალზეო დაუფარავსო. ესე იგი, კაცმა სოდო გააკეთა, ჩაიდინა. ხო, კაცი კაცთან, ადამიანი ადამიანთან, ისოდ რაც არ უნდა შეშუა გააკეთოთ, რო იტყა თავი კედელზე არ გეპატიება. რატო?
შენე გამჩენთან შეგიძლია მოხვიდე ეშუბაზე, რაც გამჩენთან შეცოდე იმასე. კაცი გაგვიდო, წარვა, მოპარო, გაქურდო, გაუპროცენტო, მოატყვილო, მახეში ჩააგდო, გზიდან მოახშორო, მოგება დაუკარგო, თვალი დაუფარო, ისეთი აზრი მიცე, ისეთი გზა მიცე, გააბოროტო კაცი და მე ბოდიში. მაგარია ბოდიში. კაცი მოკლა და ბოდიში ხო არ გააცოცხლებ და მე ოჯახად ამომწვიდე ახლა ბოდიში არა საკმარის. ალახაშია. თუ კაცმა მოპარა დაუბრუნო სამსწორეთ ეშუბა არის ქონების დაბრუნება. გაუპროცენტე ფული პროცენტი რაც აგაღებული დაუბრუნე. მაშინ არის შენდეშუბა ეშუბა. ეშუბა არის ასე კი არა ხელი ჩაირყი დამთრდა ებიჯო რამდენი გამჩენთან თელი მოვყევი სიდური გადავშალე სეპერტორაზე ფასტუმი ვიყიდე ვიღაცა ხამ ჯიბეში რაღაცა მაჩუგე ჩაუდევი რა შენ გამჩენა მიდიატყვირე ახორიაში არა დავიდი წერას ეშუბა თუ გინდა გააკეთო გამჩენთანაო თუ გამჩენთან შეგიძლია გააკეთო აშრენეს ცუიფეშა შენ თუ ღმერთმა გაპატია შენ ურგულობაზე შენ ძიმეთ სოდვაზე და დაგიფარა შენაცვლაზე ეშუბა დამდივი თუ გააკეთე ნეტარზე შენ ადამიანი აგზელებს მერე აშრე ადამ לא יחשוב אדוני לא אבום ვერ ברוחרביה მაგრამ დავიდი ამბობს პირველ აშრეს პირველ ნეტარზეს რაც დავწერე ნეტარზე ვისაც ცოდებატიებაო იმას ჯობრის მეორე ნეტარზე რომელია ნეტარზე შენ ადამიანო თუ გამჩენა დაგაყენა ბალანსში გაგშიფრა და ნახა შენში ცოდობრალი ვერ იპოვნა ისეთი წმინდა ხარ ვერ გეფლება ცოდო არა გაქვს ბრალი და არ არის შენ სულში მოწყვილების უნარი ესე იგი წმინდა ადამიანი ადამიანთან გამჩენის მიერ ამ მეორე აშრემაჯობაო პირველ აშრესაო დაბრუნდა მაშა სადამე აქანას ასეა მეორე ადგილი რეილში 32 თავი ორი აშრო დაიწერას ძეცე აგერ არის მეორე 84 თავი სადაწერია ორი აშრე რა არის პირველი აშრეო შევებეთე ხამ ნეტარზე ვინც მომჩდება გამჩენის ოჯახში ლოცვილობსო გამჩენის მსახურებაო მაგრამ მეორე დაწერა აშრე ადამ ყოზლობა ისოდე ნეტარზე მეტიო დავიდი ამბობს ადამიანიო არა ვინც რო გამჩენის სახშევაო გამჩენის სახლად მის გულს რო გადააქცევს გამჩენთან არის სულ ბოლო გამჩენის სახლი წმინდა ადგილია ისე წმინდა უნდა იყო რომ შენი გული სუფთა გამჩენთან რითიგან სხობდებიანო ეს ორი ცადიკი ერთმანეთიდანაო დავიდი კითხულობს ამას მე გეტყვი ჩვილებო მე სილო ადამიანებს ამ ცადიკიმებსა ორივე სორტ ცადიკიმებსაო გულებში ფიქრები აქვეო ორი ბილიკი გზის და ეს საწუხებს მაგაცაო არ მიდიან ამ ქვეყნიდან თუ არ ფიქრობენ ამასეო ორი გზა არის კარგიც რომ იყო წმინდანი ზღირსწეული თრათ ხასტი ადამიანი კადო ფიქრობს გადაწვალების წინე თურმე რომელი გზით გამატარებენ განყებისკენ ორი გზა ყოფილა ერთი გზა არის პრიამა განყედენი 64-ს მეორე გზა არის ჯოჯოხეთით რომ გაატარონ და იქიდან გააგზავნოს განყედისკენ ხლა ამ ჯოჯოხეთში გატარებაზე არის ორნაირი სორტის ცადიკიმები არის ერთი სორტის ცადიკიმები რომ გატარებენ იმათ ჯოჯოხეთთან ტირიან ჯოჯოხეთში სოდილიანები ამას რო უყურებენ ამ გზებას ანგელოზე როგორ მიყავს ეს გირსეული სული მიყავს ეს 64-ში გამჩენთან ტირიანსაც ესეც ტირის საწყანი ასაკეთებს გამჩენი ამათ სრემლებიდან ტებილას უგედებს ტებილას დინარესავით როგორც გინახია ბაყიანი წყალი რო გამოვიდეს მიწიდან უსვათ ხო ამოხეთქოს წყალმა ხეთქავს უსვათ წყალი და გამჩენი იუნება ამცადი შენ გამო ამატირილის გამო შენ ტირილის გამო გამომიყვანია ესენი წავა და შეიყვანეს შენთან ერთად განყედენში მაგრამ პრიამა განყედენში ვერ შევა ცოდილიანები არიან მაინცაო და ილხომე ხაილ გაატარებ ამ გზით ბოლოს მიაგნებენ მაგრამ მეორე სორტის ცადიკი არის თითო რო გაივლის განყედენთან იმას არ ჭირდება ამათ ტირილი თავის ტირილი ამათ ეუნება
თქვენო მე გამოვყევით უკილი იმ ხელა ღირსეული არის იმ ხელა წმინდანი არის იმ ხელა მიკრულია გამჩენზე გამჩენ ეუნება ჩემ გამო შეიყვანეს ემიცაო დავითმა არ გაუკეთა ესე აბრაამ ავინუ მამამის ტერახ ესერები დავით ვაბზანდა აბრაამ ავინუ აიყვანეს ზემოთ ეუნებიან სამოთხეში განყედენი ბედნიერი ადგილიო ითხოვს აბრაამი სად არის მამა ჩემი სად არის დედა ჩემიო მაგენ ცოდირიანები იყვნენო ნერეო რაო მაგენიო გინავშიერენო ჯოჟოღეთში შემიყვანეთ მაგათთან მინდა რომ ვიყო შვილი ვარო და შვილი უნდა იყოს შოლებთანო აპა ვარო აბა თუ ასე არის მაგერი შემოიყვანეთ ჩემთანო წერია დავით გამოიყვანეს ტერახი გამოიყვანეს დედამისი შეუყვანენ აბრაამის დედამისი განყედენში იმ ხელად ძალა გააჩნია ბედნიერ შვილი შეუძლია შობელი დაიწყოს იმ ხელად ძალა გააჩნია შვილს აი ამას ამბობს დავით მე სილოდ ბილბაბამ მაგენიო ფიქრობენ მაგაზეო ჩვენი მამა ვარი შემდეგი როგორ იქნებაო რომელიც ძით წაგუყანებენ ჩვენი ყოლასთან არის ერთი ყობრე დეყე მე კაბახან შაიულიან იმ ჩოგროშინ და ბალანდილზე სრემლიანები სადაც რომ არიან გეინამის ხალხიო მაგიან ეშკი თუ მაშინ იმ სადიგისთვის ამოყეთ გას წყარო წყლისა იმ წყაროში აბაინებენ წოდილიანებ შეიყვანებენ იქიდან ჯოჯოხეთიდან სამოთხეში განყედენში დავო მაგრამ ამაზე მეტი ღირსეული ვინ არისო რომელიც დამადრიანდება კურთხებებს ამრავლებსაო ვინც რომ არაფერი მარტო იტყვის ამათ ეუნება მე ვარ თქვენი გზის გამკაფავი გამავყევით უკნიდან მორედერე გამბერახოთ იახტე ლოვეშმეყილ შელ ბრახოთ კურთხების პანტოს უდებენ აგონებ დაუდებენ აქ იმას იმ ღირსეულს რომელიც დამადრიანდება და მასწავლებელი სად გზის მასწავლებლად დაუდგება ამათ და ეუნება გამომყევით უკნიდანო ამან აჯობა იმ პირველსაო იმ პირველიო ელეხუმე ხაილელ ხაი გზიდან გზაზე გაღავს აქედან მიყავს იქით ბოლო-ბოლოს მიაგრები ვერს შეიყვანს ბედნიერ ადგილზე მაგრამ ეს მეორე ღირსეული იერაე ელელოი ბეციონ პირდაპირ ციონში გამჩენთან შეყავს იმ ხელა ღირსეული და ბედნიერია ვინც რომ არის ჭიშმარიტი ყოლა იაკობ ავინუს უბრუნდები ვერსადია იაკობ ავინუს უბრუნდები იაკობი შეკითხვას უსაც გამჩენს იმეს უყურებო ხედავ რომ წმინდა ადგილზე ვარ მაგრამ ერთი გამაგებინეთ რა ხდება ვერ გამიგეო რატო არისო ფეხებიო კიბისო ბერშევაში დაც ხავი მიდისო მაგრამ იერუშალაიმისკენაო იყოსო პირდაპირ დაბლაური იერუშალაიმი მაგლაური იერუშალაიმი პრიამად პირდაპირ დადგმული კიბე იმაზე ავიდესო ანგელოზე და აფას უყაძლებენ ამას ასეუნებიან იაკობ შვილ არ შეცდეო დღესდეო ჯერ არ არის მოსული მათრო შენ შეგიძლია მოიტანო ნუ შენ ახლა მიდიხარი გზაზე შვილმა ვარ გაიჩენ თქვენ უკვე გახდები ჩემთვის ისეთი ღირსეული ხალხი რომ თქვენ უკვე დაამყარებთ ამ ადგილზე კედუშას დღეს კედუშა შეხინა სადაც არის მამა შენი და ბაბუა შენი სადაც იყვნენ მამა შენის ოჯახში არის ჩემი მიშკანი იქ არის ჩემი ნამდვილი ტაძარი და არა კლდეზე ქვაზე და არა შენებლობაზე ხლა შენ რომ მოხვედი აქანაო შენი მოსვლით ეს კიბე გასწორდება გაუსწორებია კიბე დაინახა იაკობმა ვეინე მალახ ელოიმ ყოლი ვეიორედინო რომელი ანგელოზები ადიოდნენ ერეც ისრაელის ანგელოზები ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთის ანგელოზები არის ერეცის არის საზღვარგარეთის იაკობი საზღვარგარეთ გადის ანგელოზები რომელიც დაყვებოდა ერეთში იმათმა უკვე აუბრუნდნენ მაღლაურობას ჩამოდიან საზღვარგარეთის ანგელოზები სხვადასხვა რო იცოდნენ შეკითხვა დამისვენ ერთხელ შეკითხვა შემეკითხე ჩვენე არასკებს აღამოზე ვერი ვარ ჩალონყალეხე მოგერი ვარ ჩალონყალეხე მალახი აშარე მალახე ელიო პირველი შვიდობით მიგიღებ თქვენ ანგელოზებო შარეთისა მაღლაურობისა მერე მეორე რა არის ბოახერნე შალომ მალახე აშალომ მალახე ელიონ მიმელეხ მალხე ამელახი აკადოშ ბარუხო მომზანდი შვიდობით შემომზანდი არის მესამეს რომელი ვამბობთ ბარეხუნი ლეშალომ
მალახი აშალონ დამლოცეთ მე შვიდობისკენ ანგელოზებო შვიდობისდაო გამჩენიდან მოსულებო დაგვიტევეთ კურთხება ოჯახში დაო მეოთხეს რომ ვერ ვამბობ ბეშივდეხემ ლეშალომ ვერ ვამბობ ბეშივდეხემ აგანა დაიწყე რაღაცა ვიღაცებმა ჩამოს ბეშივდეხემ ლეშალომ მალახი აშალონ მალახი ელიონ მიმელეხ მალხე ამელახი აკადოშ ბარუხო რო დაბრუნდებით შვიდობითაო შვიდობეთ ველი დაბრუნება შვიდობით დღეს გამჩენაო ბოლოში ბეცეთხემ ლეშალომ რო გადიხარდ ეხლა კარებიდან დაგვილოცნია გზა ანგელოზმა შემოტრიალდა და შეკითხვა დაუსვა ადამიან რომ ეუნები ბატონო წადი შვიდობითაო შეიძლება არ მინდა წასვლა სახში მინდა დარჩეო მაგდებს სახლიდანაო შემეკითხა ვიღაცა რა არის გავიგე ობზანდით ამლოცეთ კი ბატონო ოდეო რას უშვებ ამას ვერ გავიგე შეიძლება დარჩენა უნდა შენთან ძალით არდებს სახლიდან კაცო ბეცეთხემ ლეშალომ შვიდობითი ატებო არ მინდა გასვლა შვიდობით კაცო მინდა რომ დარჩე შენთან მე მეწონა რაბი იაკობის შაბათი კიდუში ოჯახი მე სიამოვნოს კაცო სადაც ხალხია ბედნიერი ხალხი რატო არა შემოვიდეს ჩემთან კარგბედნიერ ხალხთან არ უნდა ვიწასვლა შენი აკიდი ბზანი რა სიტყვებია ეს რა ხდება მიღება ლამაზია მაგრამ იგაგდება რაღა არის კეთდება გაშვება რა არის გავაგებინე როგორ ვიგებ ამას აზრით გაუგებრობა აგანა შენ არც ხარ მიმღები არც ხარ გამგდები გავიგოდეს რა ხდება ისიც არის როგორც არის ერეცის ანგელოზის საზღვარგარეთის არის შაბათის არის ხოლის ანგელოზი ჩვენე შაბათის ანგელოზები რო ჩამოვიდნენ დაბლა იმათ მეუნებით მომზანდით ანგელოზებო გინდა თუ არა ჩვენთან არიან უკვე შენ რო არ მიიღო მაინც შემოდიან შენ სახში ჩვენ ლამაზად ღებულობ და რო მეუნებით შვიდობით წამზანდითო ისი მაინც მიდიან იმიტომ ისინი არიან ხოლის ანგელოზები წარეუკანის ანგელოზები რომელიც შაბათ აღარ დარჩებიან არა გვეუბნება ამხელა გაუგებრობა ორარი ანგელოზია არის ხუსალა არც არის ერეცი შაბათის ხოლის სულამოსაბაცა კიდე არის გამბული ადამიანთა და გამჩენის შორის ყველა ვიცოდეთ ბევრი რამე შედის ადამიანის გამჩენი ჩვენზე ასებდა არ დაგვავიწყდეს რა არის ამით ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი და ამით დავასრულებ იცი რომ რო არ არის ბევრი ამიტომ მოკლედ რაც ყოლა მიგაჩნდა გამჩენი ყოველთვის მაღლაურებში ვიბრატორას რო ატარებდა გამჩენი ასე ლაპარაკობდა ისრაელის ნეშამა ასე ამბობსო ისრაელი ჩვენ გონია რომ გაჩნდა იაკობის დროთან ეს სახელი ისრაელი მაღლაურებში გაფცელებული იყო ადამი რაც გაჩნდა სოფლიოზე ისრაელის სახელი მაღლაურებში განთქმულია ხო მაგარი დეწმი დავი უბრალო ალა დინი ყველა ვიცოდეთ ჩვენი ვიცი ირას რომ გებით ვამბობთ ელოაი ნეშამა შენათათაბიტე ორაგი მერთო ადროვას გიხდი წმინდა სული ნეშამა რომელიც დამიბრუნდა მე ღამეს იყო მაგლა ჩამოვიდა დაბლა როდის არის ადამიანის ტანში ნეშამა რო ჯდება რო ადგადილით რო შეგითხო რომლის ხალხი ეთქი როდის მითხარი როდის ხლა შეროიტი მოდიანილებან ხა ადროვას გიხდი გამჩენ ნეშამა რო დამბრუნე ამით ჩამოდის ნეშამა ელოაი ნეშამას როიტი ამით ჩამოდის ნეშამა ჯდება ტანში არა ისო როდის არის ნეშამა რო ჯდება ადამიანს ჩვენე რასაც სიცოცხლის უნარი რაც არის ჩვენში ეს არის ნეფეში და რუახით სიცოცხლის უნარი ყველას გაჩნდა ყველა ადამიან კაცობრიობა ვინც გაჩნდა ჩინეთში იაპონიაში ყველას გაჩნდა ნეფეში რუახით ნეშამა არის სიწმინდის ნაპერწკალი ღმერთი და რომოდის ეს არის ჩვენში თორა ვინც მიიღო თორას ვინც სწავლობს იმას გაჩნდა თორას ვინც არის აღოს ებრაელები არ გეცინოთ არავის ამსვენელს არის იზერია თორაში ხლა ეს მოდის მარტო როცა ვამბობ ბარეხუეტა შემამიგორა როდადგება ხაზანი შტაბახი შეი დილას შახრი თოცვილობენ ეს მინიანის ადიგაც დაიწყის ბარეხუეტ ადონაი ამებორა მაშინ არის
რო ჯდება ჩვენ ტანში ნეშამა. ამიტომ ამ ბარეხოს ფეხზე დგომით ვამბობთ. რატო? ნეშამას ღებულობ ხელახლაც. რო იცოდეთ. ხლა რა ხდება? კაცი რომელიც ოჯახში რო ცვილობს. ხლა კორონა არის, ბევრი ვერ გადის საყიდან. რაო? ხამას რომ მე ვკაცო, უნდა შემოტრიალობო? ეს მომწერე, შეშინებულია ზოგი, ხო? მოიცოდო? არა. არის მოსაყოლი რაღაცა, რა არის მოსაყოლი? არის ერთი ბრაიტა. ასეთი დაწესება. უნდა მოყვე კაც მოდა თქვა, რომ იხვალ გარკვეულ ადგილზე, სადაც შეიძლება ამის თქვა, და ბარუხში ამარისტინე შეიძლება თქვა. უნდა თქვა, ერთი ანგელოზია მაღლა შამაინში, რომელსაც ქვია სახელად ისრაელი. როცა ისამბოს ბარეხუეტ ადონაიამ მორაკ, უბრუნებენ ყველა ანგელოზები მაღლიდან, კურთხეულ ბრძანდება გამჩენი ღმერთი, რომელსაც გააჩინა დენის სამყარო. ამას რო იტყვი შენიენიდაც თქვა, ქართულადაც რო თქვა, რუსულად, ქართულად, ინგლისურად არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ენა ის ბარუხაში გამჩენ ხო ის ყველა ენა. მაშინ გიბრუნდება შენ ნეშამა. ესე იგი, ამ სიტყვებით ბარეხუეტ ადონაიამ მორაკი, ეს არის კილდე, რომლითაც იღება ჩვენ ტანში გასაღები, რომ შევიდეს ნეშამა. მაშა სადამე ან მინიანში უნდა ითქვას ეს, ან კერძოდ რო ცვილობ ოჯახში, სადაც ადგილ სადაც შეიძლება ის თქვა. სადაც არ არის გაწყვეტა ლოცვაში. იგე? იგანა იტყვი, არის ერთი ანგელოზი მაღლა ის ქვია სახელად ისრაელი, ის რო იტყვის, მაღლაურებში ბარეხუეტ ადონაიამ ბორახ, ელი მაღლაურები პასუხობენ, ბარუხ ადონაიამ ბორახ, ლეყოლა ბაყე. ამას რო იტყვი ნეშამა გვეჭდება ტანში. ჩემჯამათში ყველასა სიდურებში. ეს 35 წელიწადია რაც მივეჭ ჩემჯამათ, დაუწერე და სიდურებშია გაგრული. სახლებში რო ოცვილობენ, ვინც ოცვილობს, ამას ყვება. ამიტომ რო თქვა, ეს სახელი ისრაელი იაკობის შემდეგ კი არ მოდის. ეს სახელი მაღლაურებში განკმული სახელია. გამჩენი ეუნება ანგელოზე, ჩემი ყმაო, იაკობიო, ისრაელიო, ასე იტყვისო. ასე ისწავლისო თორაშიო. ამათ უკვირდა ანგელოზე ყოველთვის. ვინ არის ეს ისრაელი, რომელიც გამჩენი აქებს თავისთავად ამ ისრაელი. ეუნება გამჩენი ამ ანგელოზებს. მისი სახე არის ნიკრული ჩემერქაბაზე მაღლა. ქისიაკაბოძე დანიშნულია. იმ ისრაელის სახე, მისი პორტრეტი აშიგნით ამოკრულიო. 4 პორტრეტებია სხვადასხვა ამოკრული გამჩენის ტახტზე. არიე, ლომი, ქერუბი, ანგელოზის, ასე იყო ძველად. ნეშტელარწივი. მე მოდის ადამიანი. ადამიანში რო შემეკითხო ვის მიცემდი მე, მაგალითად, ვიტყოდი, ისე კუთხის. აბრაამ აბინუს. შენიერი, მაგარი კაცია, ანაგვანა მოშერადანო. ელაგაცი, თორი ჩამამტანი, ადამარიშონი, კაცობრიობაში პირველი კაცი. არა, ისრაელმა მიიღო, იაკობ აბინო. აი ესენი გამჩენე უნდა განახენ კაცი. დაინახენ ადამ არიშონი, რო გაჩნდა ადამი, გაჩნდა. დაინახენ ადამი, ანგელოზები უწამდნენ თევზზე. სეშიას თევზზე და არწმევდნენ, არწმევდნენ. ეგონათ ამათ. ეს ხო არ არისო, ის ისრაელიო, ვისაც გამჩენე ლაპარაკობდაო და გამჩენე კითხებიან, ეს არის ისრაელიო. არაო, ესე განაბია. განაბი, რა? ივრითულად განაბია კურდი, ხო? ქართულადაც ხო? განაბი. კურდი. ესე კურდი არისო. დავავალეო ამ ხიდან არ გეჭმებაო და მაინჭამაო, განაბი არისო, განაბერასო, აპაპა, ბარენ მაგისაი. აი, დაინახენ ნოახი, გაჩნდა კაცობრიობა გადარჩა სიკვდილიანობას. 1656 წელს ყოლის გაჩენის დროს. გამოდის ნოახი, გამჩენ ყორბანი ერთმანეთს, აბავი, ლოცვილობს. ისე ლოცვილობს. ეკითხა ანგელოზები გამჩენ, ეს ხო არ არის ისრაელიო. არაო, მაგიო პიანისა. ვინისტია, ჭაჭიაშვილი, მეუძახმა და ჭაჭიაშვილი. აბერაუდა, ნახეთოც ლაღანჩი და გადაგერაუდა. იკორბანი რო დაგლა რომ მიახვა გამჩენ მე წავიდა დარგარაც დადგა და გააკეთა ყვინობდა მოუხტარა ცოტა შვილდა უმედურობა მოკლედ ესე ჩაიჭრა აბრაამ აბინო მოდის დაინახენ ანგელოზებმა აბრაამ აბინოს გამჩენმა მიაკითხა ნამილაებზე ეს ხო არ არის ისრაელი გამჩენი ჩადის სანახავად მისთვისო გამჩენი ეუნება ანგელოზებს ეს არ არის ისრაელი ესეო ხიზდანი არისო ზეგერ კაიზანდებაო უდიდესიო შობლები არ უქნია ღმერთს მითეხილა ყოფდებოდა ზარავი აკეთებ ხო მაინცო რაცა უნდა იყოს ადამიანი როცა მიიღებენ სამუშაოზე ადამიანი იკითხებიან მინახარ ახარ აგარ ადგილს ვიდეო შეხვიდე ძალიან სახელმწიფო დაიწყებენ ოჯახის გაჭრიყვასაც
რომ მივიდიან მამაშენთან, დედაშენთან. მიდღილა ყობა, არ არის. მივიდა ისხაკზე, დაინახენ ისხაკი ხაგედაზე, შეწირა მამამ. ეს ხო არ არის ისრაელიო? არაო. ეს სემინარი არისო. დრო დადგებაო და შემძულველს, შემძულებელს ყესავს შეიყვარებსო. ნახავთო. ესე ჩაიჭრებაო, არ არის. ხლა იაკობ ავინუ, დაინახენ იაკობ ავინუ სიზმარში. როცა ანგელოზები ამდენ ჩამოდიან, ჩვენს ხო არ არისო, ამ ადგილზე რო წერსო, ვისაკით საგამდე კაცი არ დაწოლია და ამას რომ მით საგამჩეობლებაო. კიო, მაგარიო, ისრაელი მაგარი ისრაელი. მაგარისო. ავიდნენ ანგელოზებმა, დახედენ იაკობის სახეს დაბლა, დახედენ მაღლა. დაწერია თორაში. მალახე ელოიმ ყოლი ბიორები ბო. არის ბო. კიბეზე გერალა პარაკ. იაკობზე. იაკობზე მის ამბავზე ადიოდნენ, ჩამოდიოდნენ, ერთმანეთს ეუნებოდნენ, დახედეთო, ვაი, ეს კაციო, რომელიც არის გამჩენის ზემოთ, ის იაკობზე ვიყურის ის სურათი, პორტრეტი, აი დაბლაწერს. და გამჩენ ასაკეთებდა, ვეინე ადონაი ნინსამყალა, გამჩენი ღმერთი ყარაულობდა იაკობსა, არ მეკაროს არაფერმა ცუდმა, ჩემს საყვარელ შვილსაო. ანგელოზები ხედავდნენ გამჩენი როგორ ეკრებოდა, როგორ ეფერებოდა იაკობ. ჩამოძინებული ადამიანი, დაღლილი და გაწული გზიდან, ხო იცი? გზაში რა მოხდა, ყველაფერი თავგანწავალი, შეერი წყურვალი საწყალი და ამის შემდეგ იგი გამჩენი ეფერება. არ მეეკაროს ზებუმა, ხო იცი, არ შეაწუხონ იაკობი, იგი ყველაფერაირად. დალოცა გამჩენა შვილო იაკობ. ადგილ იაკობმა ილა როგა თენდა დაიზახა. ხლა გავიგე არ ვიცოდი ახენ יש אדוני במקום הזה ואנוכי לא ידעתי גם שם הרומן האחרון גם שם הסיזמר שיו אשא עיניי אל ההרים תוריסט מרבע סיני זה צוצ'ווינה גם שם ממה יעקב დაინახა თელი ყოლმის სეკრეტები ორ რამეზე გაცვიდებული მაგრად ამოხტა შიში დაიზახა აი კი ვიცოდი ხასი ადგილი რო იყო გამჩენისთვის ეს ადგილი კორბლების ადგილი მაგრამ სინაიზეო ჩემი შვილებიო თორას რომ იღებდე და ანოხი ადონაი რო ეყას მოისმენდენო ესე არ ვიცოდიო იეშ ჰაშემ ამაკომაზე იადათი ვიანოხი ჰაშემ ელოქეხა ბეარ სინაი ამას რომ იჩვენებდნენო ესე არ ვიცოდიო. აიზახა იაკობ. მარაშოსტროპოლის პირუშით. ვიცოდი ამოს იაკობი, მაღლა რომ იყვნენ ომიკრული სურათებიო. ლომის, ხერუბის ნეშერის. ეს არის რა შემოთ ახენ. ალე არიე, ხავ ხერუ, ნუნ ნეშერ. იეშ ადონაი ბამაკომაზე. ესე ვიცოდი ეს ამიო. ვიანოხი კაცობრიობიდან მე რომ ამირჩია გამჩენმა. იაკობი, არა ადამი არა აბრამი, არა იცხაკი და არა მოშე და არა მაშიახი. იამირჩია გამჩენაო, ეს უკვე აღარ ვიცოდიო. აი რავა იომარ, შეშინდა და დაიზახა. მანორამა კომაზე. რასთან შიში არის ეს ადგილი? არ არის ეს მხოლოდ სახლი ღმერთისა და ეს ადგილი არის ჭიშკარი მცისა. რატომ? ვაიშკა ბაბაკომა, იეშკა ბეთ ბაბაკომაო. 22 შეფაყი, რომელიც არის ტრუბები, შეფაყის კურთხების, ყველა გამოუცხადა გამჩენებს. დაბლოთ სამჩენ ჯამაათს. ჩვენ საყვარელ ჯამაათს. სიკეთე ბედნიერება. დაგიყენოთ ღმერთმა, დაგვიყენოს გამჩენმა. ეს იაკობის კურთხება. როგორც იაკობი ლაბანის ოჯახში შედის, წერია, შვილები არ ყავდა, შვილები ეყოლა. ღარიბი იყო, გამდიდრდა. უსახელო იყო, სახელი მეემატა. ესე იგი, სადიკი ადამიანთან სიახლოვე ადამიანს სიკეთეს აწვევს. მოდით, ჩვენი მამა იაკობის მადლით, ჩვენ კი რა ვთქვი, არაფერი მithქვია. დაიჯერეთ. მე რომ ნუ ხა ყველაფერი არ გავამხე. ხოლო რაც მარტო ამ იაკობის სიზმარზე მაქვს დაწერილი. ეს რომ კაცმა წაიგითხოს შენაწერებში. ამას დაჭირდება 1-10 ამნები დარაში, მაგრამ მინიმუმ რომ თითო პირუში, ბარე 12 პირუში კაბალით, რაც მაქვს ამაზე სეკრეტებით სასტაური სეკრეტი. ერთ-ერთი თუ გინდათ კიდე, ერთ-ერთი მარტო. დავით დავამთავრე. მაგარი სეკრეტია.
დაუკვირდით, ვაიეცე იაყაკობ მიბერშაბა, ბოლობუკვები არბახ გამოდის. ვაიეცე ალე, იაყაკობ ბეთ, მიბერ, რეშ, შაბახ, აი, არბახ. ხა სეკრეტი რა არის? აი რა ხა სეკრეტი. იაყაკობი, გემატრია რო აიღოთ, იაყაკობის 182. ზამთრის დღეები რამდენი არის თლიანად? შემოდგომიანა 182. ზაფხულის დღეები რამდენი არის? შემოდგომიანა 182. ესე იგი თელი წლის გამავლობაში დღეები არის ქენეგედ იაყაკობ, პამაი ორჯერ იაყაკობი, კოლკოლ იაყაკობ, ეს არის ზამთარი და ზაფხული. კარგია. ხლა, ხოლოდ ჩვენ ვიცით რომ 4 პერიოდებია წელიწადში. შემოდგომა, ზაფხული, შემოდგომა, საზაფხულო. მერე ზამთარი. ხოსია 4 პერიოდი. თითო ერყავს თავის ანგელოს დანიშნული. მალახ გემატრია 91. ორჯერ 91 და 182. გამოდის რომ ორი ანგელოსი თითო ამ ორ პერიოდში არის ორი კიდე ზაფხულში. თლიანად 182-ში. ეს არის ახანა იაყაკობის სახით ჩასწული. არბახ. ესე იგი თელი წლის განმავლობაში რაც დღეები არის იაყაკობის სახელის სეკრეტიდან არის ყველაფერი დაკავშირებული. მაგრამ იაყაკობზე ზემოთ ვინ არის? თვით გამჩენი ღმერთი. ყველაზე ამორჩეული დღეები რომელი არის თელი წლის განმავლობაში? შაბათი. შაბათი. რამდენი შაბათი არის? 52. 52. უმრავლეს წელიწადია 52. ესე გამჩენის სახელი რამდენად იწერება? 26. ორჯერ 26, 50, ესე იგი ზამთრის შაბათები არის 26, ზაფხულის შაბათები 26, გამჩენის სახელზე არის დაკავშირებული. სიზმარში იაყაკობის დაუყურებს და ესე იგი ამ წლის თლიან დღეს 364 დღეს ხედავს, რა ხდება სოფლიოში ყოველ დღე და დღე მასში ახავდა და ვეინე ადონაი ნიცავყანა და ზემოთ გამჩენი დგა, რომელიც შაბათები გამჩენის სახელზე არის გარემეზებული დაკავშირებული. ხლა ეს მარტო გითხარით უბრალოდი, მოდი თქვა